მოგესალმებით ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით საუბრები ეკონომიკაზე მე ოთარ ანგურიძე გახლავართ. დღეს ოთხშაბათია და ტრადიციულად უახლოეს 1 საათს დაუთმობთ საინტერესო საუბრებს და დღევანდელი ჩემი გადაცემის თემა იქნება ანტიმონოპოლიური რეგულირება და ფასების პოლიტიკა საქართველოში. ჩემი სტუმრები კი გახლავთ ახალგაზრდა ეკონომისტები ოთარ აბესაძე და გიორგი სიგუა. მოგესალმებით. მოგესალმებით. გიორგი, მე მინდა შენთან დავიწყო პირველი კითხვით ჩემი გადაცემა. მე მინდა კითხო, რატო ჩამოხვედი შენ საქართველოში? მე ვიცი, რომ შენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყავი ემიგრაციაში წასული და შენ სულ რაღაც რამოდენიმე კვირაა რაც გადაწყვიტე სამშობლოში დაბრუნება და დაინტერესდი ამ ერთობ ცოტა არ იყოს რთული თემით, რასაც ქვია ანტიმონოპოლიური რეგულირება და ფასების პოლიტიკა საქართველოში. რამე გადაწყვეტინა ეს? საქართველოში დაბრუნება არ გადამიწყვეტია რამოდენიმე კვირის წინ. საქართველოში დაბრუნება გადაწყვეტა ემიგრაციის პირველივე დღესვე. როდესაც მე 8 წლის უკან იძულებული ვიყავი, რომ დამეტოვებია სამშობლო, იძულებული ვიყავი იმ კრიმინალური და ბანდიტური რეჟიმის გამო, რომელიც დამყარდა საქართველოში, როდესაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს მკვლელებმა, ყაჩაღებმა და ბანდიტებმა და მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელიც აპროტესტებდა მათ უკანონო ქმედებებს. კერძოდ ეხებოდა უნივერსიტეტის საშინაო საქმეებში ჩარევას და მაშინ მოხდა ისე, რომ მართლა იძულებული ვიყავი, რომ დამეტოვებიო ქვეყანა, რათა არ გამختارიყავი ამათი მსხვერპლი, არ დამესრულებია სიცოცხლე გდანის იზოლატორში, ან რომელიმე ტყეზე, ან ქვეყანაში არ დავეჩეხეთ, ან კიდე რაღაც უბედურება არ გაეკეთებიათ. საბედნიეროდ, როგორც თქვენ რამოდენიმე კვირის წინ მომეცა საშუალება დაბრუნება ვიყავი სამშობლოში, რომლის სათავეში უკვე აღარ არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკურ ორგანიზაციას უწოდებენ, ნაციონალურ მოძრაობას ხედელებაში, სინამდვილეში ეს არსით არის ტერორისტული ორგანიზაცია და ამიხდა ეს ოცნება, ნებისმიერი ემიგრანტის ოცნება არის სამშობლოში დაბრუნება. არ არსებობს ემიგრანტი, რომელიც ამაზე არ ოცნებობდეს. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რატო დავინტერესდი ამ თემით? სამშობლოში დაბრუნდი და მინდა მივიღოს სერიოზული მონაწილეობა ქვეყნის გარდაქმნაში, ქვეყნის მშენებლობაში, 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ქვეყნის და მოსახლეობის ძარცვაგლეჯა, დაყაჩაღება, გაღარიბება, გამატაკება, გამათხოვრება, ქვეყნისგან იზოლება რომ გადახვეწილიყვნენ და ლუკმაპურის საშონელად დამდგარი უკან მოჯამაგირებად მე მქონდა ბედნიერება თუ უბედურება შემომეულ უამრავი ქვეყანა მეცხოვრა ბევრგან შეხვედროდი ქართველებს და ნანახი მაქვს თუ ქართველები როგორ წვალობენ და შრომობენ იმისას რომ თავიანთი ოჯახები და საერთოდ ქვეყანა შეინახონ ვინმეს ეჭვია შეეპაროს რომ პრაქტიკულად ამ ქვეყანას ინახავს ემიგრაცია რომელიც მხოლოდ საბანკო ტრანსფერებით და გადარიცხვებით აგზავნის თითქმის მილიარდ ნახევარ დოლარს ყოველწლიურად საქართველოს რომ არა ეს ხალხი აქ ნამდვილად არაფერი არ იარსებებდა და უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდებოდა შიმშილით. ეხლა რადგან მინდა რომ ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო და არა მარტო მე ვიცხოვრო, კარგად და ღირსეულად და ჩემო მეზობელმა, ჩემო ნათესავმა, ჩემო მეგობარმა, ჩემო თანამემამულემ ვიცხოვროს კარგად და ღირსეულად, მინდა მივიღო იმ პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია პირველ რიგში. მე ასე ჩავთვალე, რომ ორი ძირითადი პრობლემა აქვს ამ ქვეყანას ფეხზე დასადგომად რა. პირველი ეს არის სასამართლო, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლების ხელში, ქართული ოცნების ხელში და მის მისეურების ხელში აუცილებლად დაემსგავსება სასამართლოს და სისტემა დაემსგავსება სისტემას და მეორე არის ეკონომიკა და ეკონომიკის ძირითად სენად, ძირითად სიმსივნეთ მე ვთვლი მონოპოლიებს, რომლებიც ქვეყანაში არიან გამეფებულები და მოდებული თავისი საცეცებით თელს ქვეყანას. როდესაც შევდივარ მაღაზიებში, აფთიაქებში, გავივლი ბაზრებში ადამიანებს ვესაუბრები, ვეკითხები, გებულობ ფასებს ყველაფერზე. პრაქტიკულად სახეზე გვაქვს, ეხლაც პრაქტიკულად სახეზე გვაქვს ბანდიტური კარტელური დაჯგუფებების და ერთმანეთთან შეკრული კრიმინალების მიერ ქვეყნის მოსახლეობის ძარცვა-გლეჯვასთან. როდესაც საწვავი ღირს, ორჯერ იმაზე ძვირი, რომელიც უნდა ღირდეს, წამალი ღირს არ ვიცი რამდენჯერ უფრო ძვირი და როდესაც მე აღმოვაშენო საქართველოში თურმე საკვები პროდუქტები უფრო ძვირი ღირს და თანაც გაცილებით უფრო ძვირი ღირს ვიდრე იმ ქვეყანაში სადაც მე ბოლოს ვცხოვრობდი ამერიკის შეერთებული შტატებში ყავს სოდელობაში ხო ეს არის არაბუნებრივი ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვიღაცა ბიძიების მიერ რომლებიც შეიკრენენ და თქვეს მოდი ხორცი უნდა შემოიტანოს თქვათ კეზერაშვილმა უნდა საკლავი დაკლას ჩოჩელმა წამალი უნდა შემოიტანოს კურტანიძემ და ასე შემდეგ.
და სხვას ამის საშუალება არ მივცეთ. ამიტომ ჩავთვალე ბოდიში და ამიტომ ჩავთვალე რომ თავარი სცენი ეკონომიკის არის მონოპოლიები და ხელოვნური მონოპოლიები. თუ ქვეყანაში არ შეიქმნა სერიოზული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის აღმასრულებელი ანტიმონოპოლიური სამსახური ამ ქვეყნის ეკონომიკას არაფერი არ ეშველება და მისი 80% დარჩება ისევე სიღატაკის ზღვარზე და ისევე სიღარიბის ზღვარს ქვევით, როგორც ახლა არის. 18 მთავრობა რო გამოიცხვალოს მაინც. ჩაგეკითხები და შეიძლება ჩვენმა მსმენელმა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი, შეიძლება დაარეკოს და დაგისვას ასეთი შეკითხვა. შენ როგორც აღნიშნე, თითქმის 8 წელია ქვეყანა გქონდა დატოვილი და ამ ხნის განმავლობაში რამდენად ფლობდი იმ ინფორმაციას, აი ამ კუთხით საქართველოში, იმიტომ 2004-სა და დღევანდელ ეკონომიკას, თუნდაც იგივე მონოპოლიების თვალსაზრისით ძალიან შეცვლილი არის. აი ამ პერიოდში რამდენად ადევნებდი თვალყურს? მოგახსენებთ. ალბათ არ ყოფილა არც ერთი დღე და არც ერთი საათი, რომ მე მომწყდარიყავი იმ მოვლენებს, იმ პროცესებს, რაც ხდებოდა საქართველოში. იმის გამო, რომ მე არ ყოფილვარ ლამაზად გამგზავრებული უცხოეთში ან სამუშაოდ ან სასწავლებლად ან რაღაც ბებიასთან ვიზიტით წასული ტურისტი, ვიყავი ხელისუფლების მიერ გაძევებული მათთვის არასასურველი ელემენტი და ჩემი ნომერ პირველი მიზანი იყო ქვეყანაში დაბრუნება, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი რომ ქვეყნის მაჯისცემაზე, ეკონომიკაზე, სამართალზე, პოლიტიკაზე, ზოგადად ყველაფერზე მქონდა დადებული თითი მადლობა ღმერთს, რომ არსებობს კომუნიკაციის საშუალებები, სააკაშვილის და მისი მეგობრების გულის გასახეთქად არსებობს ინტერნეტი, არსებობს სოციალური ქსელები, არსებობს ფორუმები, არსებობს ტელეფონი, არსებობს ბოლო-ბოლო ხალხი არსებობს, რომელსაც სიმართლის თქმა არერიდება, არსებობს სტატისტიკა, რომელსაც ვერსად ვერ წაუხვალ და საბედნიეროდ ყველაფერზე მქონდა ზუსტი წარმოდგენა თუ რა ხდებოდა ქვეყნის ეკონომიკაში და პოლიტიკაში. ოდიში მსმენელი ყავს ეთერში შემოვიყვანოთ, გისმენთ? მოგესალმებით. მე შეგიძლია ბატონ გიორგისთან. გისმენთ. რომელიც ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დიახ. ბატონო გიორგი, მოკლედ რო თქვა, ვინც არის ამერიკის შეერთებული შტატებში ნამყოფი და დღემდე იმყოფება, პრაქტიკულად ყველა იმას იძახის, თუ ცოტა რამე მაინც გაერგება ეკონომიკაში და დღესაც უკვე ამერიკელებიც მივიდნენ იმ თქმამდე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესმენებმა ზოგიერთმა გაეძორა ბიზნესმენებმა, რომლებიც მოხდნენ სენატში, ხელისუფლებაში და ბანკებში და შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კეთილდღეობას გაუკეთეს ავტომატური ხარაკილი ეკონომიკური, რაც აღნიშნება იმაში, რომ ის მთელი წარმატებული ფირმები, რომლებიც იყო ამერიკაში და ამერიკა პრაქტიკულად ამეთი ამაყობდა კიდევ სწრაფობდა, შეისყიდეს პრაქტიკულად და ლიცენზიების მეშვეობით გადავიდნენ მთლიანად ჩინეთში, გადაბარგდნენ აიღებდნენ კრედიტები პრაქტიკულად და თვითონ ამერიკელებიც უსვენ ამას ხალხს, რომ იქიდან ყიდიან საქონელს ამერიკისთვის. ამერიკაში პრაქტიკულად ყველა ეძახის, რომ პრაქტიკულად თითქმის ყველა მცირე საწარმო ზოგიერთი ტრადიციული ფირმისა გაჩერებული არის ტოტალური უმოშორება, რაზეც ამერიკა არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის სისტემა ინფორმაციას დაბლოკაციასთან დაკავშირებით მინიმუმ 50% არის უმუშევრობა ამერიკის გარდა ზოგიერთი ესეთი განვითარებული, როგორც იძახიან ებრაული შტატისა, სადაც ებრაელები მართავენ იქ სიტუაციას და უფრო ბევრად ისინი არიან და იძახენ, რომ თქვენ თუ ამერიკის ტყუაზე წახვათ საქართველოს სულთლიანად და პრაქტიკულად იდეოლოგიურად დაემონებით ანალოგიური სიტუაცია იქნება საქართველოს, იმიტომ რომ მოსახლეობა გადავა ამ მუჩეველის პრაქტიკულად რიგში, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ბრბოს. ჩვენ ეს გაგნახეთ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, როდესაც მიტროუმი წაუყენა ობამას პრეტენზია, რომ შენ ამ 4 წლის განმავლობაში ვერცეძელი ვერცერთი ქარხნის ამუშავება და გაზდაო და მოსახლეობის დასაქმებობა, სადაც ეგრევე აუკეთდა ობამამ, რომ უთხრა, რომ შენ ხარ ის ბიზნესმენი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბიზნესი გადაიტანეს სხვა სახელმწიფოში, სხვა კონტინენტზე და არაფერს არ აკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მოსახლეობას გაუმჯობესო პრაქტიკულად საშუალება მისცეს იმუშავა. თქვენ გაქვთ ის ფაბრიკა ქარხნები დაკეტილი იმ კანონებით, რომელსაც მე ჯერჯერობით ვერ ვეხებიო. აი აქედან გამომდინარე, თქვენ როგორ გონიათ, ზუსტად ვიმყოფებით თუ არა იმ სიტუაციაში, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება და როგორ გავიქოთ ის, რომ კანადა, რომელიც ისე ამერიკაშია, გაცილებით უფრო წარმატებულია და უკვე
ბუშის მოსვლის შემდეგ თითქმის პრაქტიკულად ყველა კანონიდან გადმოსული შეერთებულ შტატებში უკან გაიქცა და ამერიკელებიც გაყვნენ მის კი მოასწრა. ვითი ახსნით ამას, აი რაც უნდა მივახციოთ. ევროდემოკრატიზაციას უფრო პრაქტიკულად გავაკეთოთ იმართებაში, რომ უფრო ამაღლდეს პრაქტიკულად თანაგზნობის და სოლიდარობის პრაქტიკულად მდგომარეობა და გაგება ხელისუფლებასა გამომრჩეველს შორის თუ რა უნდა ვქნათ, აი რაღაცა საოცრების ჯოხი და საოცრების მოდელი უნდა გამოიმუშაოს ისეთი რომ ეს არ იყოს როგორც საქართველოს უყურებელნი ჯანდაცნური ხერხები, რასაც ეგვიმდებარება ეს პრაქტიკულად მონოპოლია, რომელიც საქართველოს შორის გამოფებული და აღატაკებს და პასავს და რა ვიცი ღმერთს მოუწევს ატაკებს ყველანაირ განადგურებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და აგრეთვე მონებად აქცია აქედან დასული იმიგრანტები გინდა ამერიკაში, გინდა საბერძნეთში და გინდა რუსეთში და გინდა პრაქტიკულად კიდე ევროპაში. დიდი მადლობა. ანუ ჩვენ მსმენელს უნდა დაეკითხა ალბათ ჩვენ ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. Როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს საქართველოში ეს სფერო დარეგულირებელი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის? როგორ უნდა მორიგდეს, როგორ ფიქრობ? საქართველოს უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ გვინდა საბაზრო ეკონომიკა და საბაზრო ეკონომიკის დროს ბაზრის თავისუფლებას და კონკურენციულ გარემოს უნდა არეგულირებდეს სახელმწიფოს ან საკანონმდებლო ორგანოს მიერ შექმნილი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. თუ არ არსებობს შესაბამისი ნორმალური კანონები, თუ არ არსებობს პირველ რიგში პოლიტიკური ნება, რომ განვითარდეს ბიზნესი, განვითარდეს საწარმო, შეიქმნას სამუშაო ადგილი, არსებობდეს კონკურენცია. თუ კონკურენცია არ არსებობს, როდესაც კონკურენცია არ არსებობს, იქ წარმოიქმნება მონოპოლია. იქ ბიზნესის განვითარებაზე, საქმის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეგ ბატონი ამბობდა, რომ ამერიკელების ჭკუაზე ვიაროთ. არავის ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ, კაცო. არც ამერიკელების, არც ჩინელების, არც იაპონელების და არც ინდოელების. ჩვენ უნდა ვიაროთ კანონის ჭკუაზე. ახლა როგორ კანონს მივიღებთ და როგორ აღვასრულებთ, ის უკვე არის ჩვენზე დამოკიდებული. დღეს სამწუხაროდ საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ მონოპოლიები საქართველოში ან არ არსებობდნენ, ან იყვნენ შეზღუდულნი და ან ეს მონოპოლიები არ იქნენ გამოყენებული ბოროტად მონოპოლისტების მიერ, სამწუხაროდ არ არსებობს. რა შუაში ამერიკაში როგორ არის და კანადაში როგორ არის და რასაკეთებ ისე და სად გააქვთ საწარმოები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვაქვს ჩვენ აქ. ხო? როგორ უნდა განმოვითაროთ? დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც არის ეკონომიკა, ეს არის ტიპიური საბჭოთა კავშირის ეკონომიკა, გაგეცინებათ რა. საბჭოთა კავშირში იყო ზუსტად ასე განაწილებული. გოსპლანი ერქვა იმ ორგანიზაციას, რომელიც ანაწილებდა და ამბობდა, რომ აი ეს კაცი იქნება მაგალითად ტყავის ფაბრიკის დირექტორი და მან უნდა გამოუშვას ტყავი, ხო? და უზბეკეთში ვიღაცამ უნდა შეიძინოს. ეს იქნება წვენების ქარხნის დირექტორი ვიღაცა რამაზი, ხო? მან უნდა გამოუშვას წვენები. სხვა მარა, იმიტომ რომ სახელმწიფომ დანიშნა, ხო? ეს არის სახელმწიფო მონოპოლია. ანუ სახელმწიფო ამბობდა ვინ რამდენი და როგორ უნდა გამოუშვას და ვინ რამდენი და როგორ უნდა იყიდოს. ანუ არ არსებობდა არავითარი კონკურენცია, არ არსებობდა არავითარი თავისუფალი ბაზარი. დღეს რაც არის, ვითომ ქვია თავისუფალი ბაზარი და საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ სინამდვილეში დანიშნული აქვს ჯერ კიდევ საუბედუროდ მოქმედ პერსონას, რომელიც თავის თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს, მან ერჩვენიერ თუ უბედურ დღეს შეკრიბა ვიღაცები და თქვა, შენ წვენებს გამოუშვებ, შენ ფქვილს შემოიტან, შენ ხორცს შემოიტან, შენ ვაშლის ხილფაფას დაამზადებ თუ რაღაცა. ხო? და ვაიმის ბრალი, ვინც მე ვიყავი მომსწრე ასეთი ფაქტის ახლობით 3 წლის წინ ვცხოვრობდი უკრაინაში, იქ საქმიანობდი და იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც უნდა უკრაინიდან შემოიტანა საქართველოში ფქვილი, ხო? და აქო თქვა, მეო საქართველოშიო, მთავრობასთან და ვიღაცეებთან მაქვსო დალაგებულიო, რომ შემიძლია 4 ვაგონი ფქვილი შევიტანო. ნუ ვიღაც მეგობრები ყოლია ამ ნაციონალურ მთავრობაში და მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ 4-ს კი არა 5 ვაგონს შევიტანო. ხა, ვითომ ამაში არაფერი განსაცდელი და გასაოცარი არ არის. ხო, ადამიანმა მოინდომა ეყიდა 5 ვაგონი ფქვილი უკრაინაში, ჩაეტვირთვა ეს ბორანზე, შემოეტანა ფოთში, მერე გადმოეტვირთა და აქ რაღაცას გაეყიდა. როგორც კი შემოიტანა ეს ფქვილი ფოთში, საინანღაც სოკოებივით ამოძვრენ სპეცრაზმელები, უთხრეს, რომ ჩვენო გვაქვს ინფორმაციაო, რომ რომელიღაც ვაგონში, რომელიღაც ტომარაში, ფქვილში გაქვთ დამარხული ჰეროინიო და ეხლა უნდა ალბათ დავჭერთ ეს ვაგონები, ტომრებიო. თუ ეს არ გინდა რომ გავაკეთეთო, მაშინ კეთილინებეო, შენ რამდენი ზეგს ამაში გადახტილო, რაც დაგიჟდა ტრანსპორტირებაო, გადაგიხდითო მაგფურცო და სანამ ლამაზი ხარ წადიო. აი ესე გამოვიდა, თორე ცულს მოვიდან, ცუნცულასაო, ხესას მოვჭედო, შენცო ფქვილსაც წაგართვეთო, ვირის აბანოშიც გაგიშვებდო და ასე შემდეგ. ხო?
იმიტომ რომ უთხრეს ბიძია დაანებე შენ ამას თავი, იმიტომ რომ ეს არის ამა და ამ კაცის ბიზნესი. ის რომ ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მფარველობის ქვეშ იყო, თქვა კვერცხის ბიზნესი და შემოქონდა ჰოლანდიიდან თურმე ბატონ ვანოს მფარველობის ქვეშ იყო ბიზნესმენი, ხა თვითონ ვანო არ წავიდა და ჰოლანდიაში და კალაჩი არ წააწყობდა, ხო, კვერცხს არ შემოიტანდა, ხო? ეს რო გავიგე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამ ბიზნესში რაღაცის გაკეთება უნდა, ხო? მართლა გავცვირდი, კი არ გავცვირდი, შემეშინდა, საიწავა ეს ქვეყანა, ვიფიქრე, როდესაც ჯერ იმის საშუალებას არ აძლევენ გლეხს, რომ თავისი პროდუქცია აწარმოოს გაიტანოს ბაზარზე, იმიტომ რომ ვანომ უნდა გამდიდრდეს, რომ მე შეიტანოს ნაციონალური მოძრაობის დიდ სალაროში ეს ფული, რომ მე კიდევ უფრო კარგად მოახერხონ ამ ქვეყნის დაანგრევა და განადგურება და გაყოლება და გაძარცვა, ხო? მაგრამ იმასაც არ აკეთებს, რომ ვიღაცას მისცეს საშუალება, რომ იგივე ბიზნესი გააკეთოს. ამის გამო გამოდიოდა, რომ ის კვერცხი 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო ძვირი ღირდა ბაზარზე, ვიდრე ეღირება კვერცხი, რომელსაც ქართველი კათა მიდადებდა. გიორგი, მორიგი მსმენელი ყავს ეთერში, შემოვიყვანოთ. გისმენთ? თქვენი სტუმრი გვარი მაინტერესებს, შეიძლება. ჩემი სტუმრის? კი. გიორგი სიგუა. სიგუა, ძალიან კარგი. ეხლა მე რამოდენიმე შეკითხვა მაქვს. თქვენი ხარ ეს მწვავე შეკითხვა დავუშვით, არა მიშასე. გამოცეთ. ეხლა რამოდენიმე შეკითხვა მაქვს. პირველი ასეთია. ესე იგი, თქვენ რამდენად ესე იგი დადებითად უყურებთ იმას, რომ აქ მიდის დაახლოებით ამდაგარი ვაჭრობა, თუ შემოგვიშვათ რუსეთის ბაზარზე, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ აი ოკუპირებული ტერიტორიები არ არის, დაახლოებით ამდაგარი რაღაცები ეს ერთი. უკაცრავად, გაიმეორეთ, უკაცრავად. შეკითხვას დავსვამ მეორე თუ შეიძლება. დიახ. მეორე შეკითხვა მაქვს ასეთი, რომ ესე იგი თქვენ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში თუ მოვიდა მილიარდერი, რომელიც ყველაზე მდიდარი კაცია საქართველოში. აი საბოლოოდ თუ ჩაიგდო ეს ხელისუფლება ხელში ამ კაცმა, მე ვიშად ზეგაფუდაგი ვიყავ და ვა. აზრათა თუ ჩაიგდო ხელისუფლება ხელში საბოლოოდ საქართველოში მონოპოლია მოისპობა. ანუ პირველ შეკითხვას გაგიმეორებ. ესე იგი რუსულ ბაზარზე საქართველოს ტერიტორიების დაპყრობილი ტერიტორიების თამაში რამდენად მიგაჩნიათ? ამდაგარი თამაში მიდის უკვე. და მეორე აი მილიარდერი რომელიც ხელისუფლებას საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში იქ მონოპოლი აღარ იქნება თქვენ ასე გონიათ ეს პოლიტიკური რომანტიზმია მეტი არაფერი ისმენთ ეხლა მადლობა ადობთ პირველ თემას რაც შეეხება მე ვფიქრობ რომ ეს უფრო პოლიტიკური გადასაწყვეტია ვიდრე თქვათ ანტიმონოპოლიური თემა ეს გაცილებით დიდია ვიდრე მხოლოდ ანტიმონოპოლიური თემა და ამ შემთხვევაში გიორგი რა ვიცი შენ თუ ჩათვლი საჭიროდ მე მგონი ეს უფრო ცოტა ფართო ცნებაა და შესაბამისად ვფიქრობ რომ ეს ცალკე განხილვის საგანია თქვათ საქართველოს რა შემთხვევაში დაიბრუნებს და რუსულ ბაზარს და მეორე დათმობს თუ არა სანაცვლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეს მე მგონი ცდება და მეორეა რამდენად ხელეწიფება დღევანდელ ხელისუფლებას მხედველობაშია ბიძინა ივანიშვილი ამ პრობლემის აღმოფხრა ანუ მას რამდენად აქვს ექნება ამის კეთილინება კი ბატონო მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მოვედით აქ მონოპოლიებზე სალაპარაკოთ და ხა ცოტა პოლიტიკურ ჭრილში გადაგვივიდა საუბარი არ მე პირადად არ მინდა რომ ადამიანი დავტო გაწმილებული და არ უპასუხო მე შეკითხვას შევეცდები რომ უპასუხო და ვიყო მაქსიმალურად ობიექტური ეს ადამიანი რომელიც მოვიდა ჯერჯერობით თლიანად არა ხელისუფლების და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და პრიორიტეტი იყო და რჩება მონოპოლიებთან ბრძოლა სწორედ ასე თulis ის რომ ამ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი სენი არის მონოპოლიები მე რომ ამის მჯერა რომ ეს ადამიანი ამას გააკეთებს და ხელს შეუწყობს რომ შეიქმნას შესაბამისი კანონმდებლობა იმუშაოს შესაბამისმა სამსახურებმა და მონოპოლიებმა არ ძარცონ და არ ყოლიფონ მოსახლეობა მაგიტომ არის სწორედ რომ უჭერ მას მხარს მივესალმებ მის ხელისუფლებაში მოსვლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ის არ გამოიყენებს თავის სამსახურეობრივ თუ ფინანსურ მდგომარეობას იმისათვის რომ საქართველოს შექმნას მონოპოლიები. ხა ცოტა სასაცილო შეიძლება იყოს რომ ამისთან მასშტაბის ბიზნესმენისთვის და მილიარდერისთვის საქართველოში რაღაცა მონოპოლიური ბაზრების და ბიზნესების შექმნა იყოს ოდნავ მაინც საინტერესო რა ადამიანს იმხელა მასშტაბის ბიზნესები და იმხელა მასშტაბის ბრუნვები აქვს საზღვარგარეთ რომ მისთვის საქართველოში რაღაც მართლა სერიოზული ბიზნესი ქედება თან ხალხის ხარჯზე იმ ხალხის რომელსაც ის მუდმივად ეხმარებოდა ეს აბსოლუტურად არის გამორიცხული ჩემი აზრით როდესაც საუბრობთ ჩვენ მსგავს თემებზე ხშირად ჩვენ ყოველთვის მოყავს
მაგალითად საერთაშორისო გამოცდილება და ვცდილობთ რომ ის კარგი გავიზიაროთ სხვა ქვეყნებისგან, რაც სხვა ქვეყნებს უკვე ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება. ამიტომ მე მინდა ოთო შენთან გადმოვიდე შეკითხვით როგორია ვთქვათ საერთაშორისო გამოცდილება, რამდენად დაამუშავოთ თქვენი საკითხები და რა თემების გადმოღება შეიძლება იმ საქართველოში, ქართულ რეალობაში, რომელიც დღეს ჩვენ წაგვადგება. ბატონო. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს. რაც შეეხება უცხოური გამოცდილების გადმოღება და შესაბამება ქართულ რეალობასთან, ეს ცოტა მე თუ მკითხავთ არის პრობლემატური საკითხი, მაგრამ დარეგულირებადი, პირდაპირ კოპირება და გადმოღება და დანერგვა ქართულ სახელმწიფო სისტემაში უცხოური მოდელის არის არასწორი, რადგანაც ნებისმიერი კანონპროექტი თუ სამსახური თუ რამე სტრუქტურა, რომელიც იქნება, უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული ადგილობრივ მენტალიტეტზე, ადგილობრივ კანონმდებლობასთან იყოს შერწყმული და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში